კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან ლამაზები ხართ და მართლა აქაურობას ამშვენებთ. ძალიან მიხარია, რომ ამ მშვენიერი დღის გატარება გვიწევს ერთად ამ სრულიად განსაკუთრებულ ადგილას. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს მეხსიერების ადგილებს აქვთ რაღაცა განსაკუთრებული, რა ვიცი მე, მომნუსხველი ეფექტი. და ახლა რომ მოვიდიოდი, სულ ფიქრობდი, რომ გზა ილიას სახელმუზეუმს, ილიას ადგილებსა და ილიაუნის შორის არის ალბათ ის რაღაცა თაობებს შორის უწყვეტობა, რაც ყველაზე მეტად აცოცხლებს იმას, რასაც ერქვა საქართველოში ილია ჭავჭავაძის საქმე. ეს საქმე იმდენად დიდია და წარმოუდგენელი მასშტაბებისა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე მიხდება წაკითხვა, რაღაცებზე მუშაობა, სულ გაოგნებული ვარ, რომ რამდენად ვერც კი ვწვდებით ჩვენი მასშტაბებს და როცა ზოგჯერ გაბრაზებულიც ვარ, რომ რატო არ გამოგვდის ესა თუ ის საქმე, მე ხვდები, რომ აქ სწორედ საქმე ამ მასშტაბებშია და საქმე არის იმ პასუხისმგებლობის განაწილებაში, რაც იმ თაობამ მართლა ლეგენდარულად შეძლო და მე მინდა რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ იმ სასწაულზე, რაც განათლებაში მოახდინა, განსაკუთრებით ამ სასკოლო განათლებაში ილიამ და მე ალბათ უკეთესად დავფიქრდებით იმ მანძილზე, რაც თქვათ ილიას მეხსიერების ადგილებსა და ილიას უნივერსიტეტს შორის არის და მათ შორის იმ პასუხისმგებლობაზეც, ხო? წარმოიდგინეთ, რომ არათუ დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ჩვენ დღეს ვკამათობთ, მოვითხოვთ ადამიანის უფლებების, ამის, იმის, სახელმწიფოებრიობის ამის დაცვას, არამედ ქვეყანა, რომელიც არ არსებობს რუკაზე, ის არის ერთი ჩამორჩენილი მაშინდელი ევროპული ყაიდის უფრო იმპერიის, დღევანდელისგან განსხვავებით რუსეთის იმპერიის, ხო? პატარა ორი გუბერნია, რომელსაც აქვს თავისი ადგილები, რითაც ის ამ გუბერნიას აკავშირებს იმ ჩამორჩენილი იმპერიის გულთან და ყავს თავისი ადამიანები, ხო? ეს არის უეზნი ნაჩალნიკები, პრისტავები, ბოქაულები, იასაულები, თქვენ მეტნაკლებად რომ გაგიგიათ რაღაც ტექსტებიდან, ხო? ის იყო იმდროინდელი საზოგადოების ფენა. და ამ საზოგადოებას ჰქონდა პირდაპირი კავშირი იმ იმპერიულ ნაწილთან, იმის ცენტრთან, იღებდა დაკვეთებს და მე აქ ადგილზე აღასრულებდა. და ნახეთ ილიამ რა ქნა. ილიამ პირდაპირი მნიშვნელობით, იმ მონიშნულ ადგილებს, რაც იმპერია მონიშნა, როგორც მისი განკარგვის, მართვის, მისი იდეების გავრცელების, გატარების ადგილები, გვერდით დაუყენა, შეუქმნა ახალ-ახალი ადგილები. ხო? ნახეთ, ის ადგილები კი არ მოშალა, იმიტომ რომ ვერც მოშლიდა იმას. მის განგებლობაში არ იყო იმ ადგილების მოშლა. ბოქაულს ყველაფერს ვერ უზამდა ილია. ვერც იასაულს, ვერც პრისტავს. იმას ჰქონდა მკვიდრი ადგილი და ის ადგილი იმპერიამ მიუჩინა. რა ქნა ილიამ? ილიამ შექმნა ახალი მართვის, ადმინისტრების, გამგებლობის და საკუთარი იდეების გავრცელების ადგილები. ეს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლები, ბიბლიოთეკები, სამკითხველოები, კლას-სამკითხველოები და იმ ადგილებშიც კი, სადაც ვერ მიწოდა ილიას რეფორმა. იქაც კი გააჩინა პატარ-პატარა ადგილები. რატომ? იმიტომ რომ იქ ადამიანებში ცოცხლობდა ეს იდეა. და ჩემი საყვარელი, რუსიკო აქ არის, ჩემი საყვარელი ტექსტი ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან რაჭველი მეპურეების წერილი. რაჭველი მეპურეების წერენ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ჩვენთან იქ რაჭაში ზემოთ მარტო ღების იქეთ აღარ არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არც ერთი პუნქტი და ჩვენ თვეში ერთხელ ჩამოვდივართ ქუთაისში, ფქვილი რო წამოვიღოთ იქედან და ალაქს ჩვენ ვიშოვით, ანუ ადგილს, სადაც ამ წიგნებს წავიკითხავთ, ხო? უკვე შერჩეული გვაქვს კარარი. მკითხველსაც ვიშოვით. აქედან გაგვატანეთ თვეში ერთხელ ეს წიგნები
წავიკითხავ და მე უკან დაგიბრუნებთო, ხო? ეს კითხვაც მართლაც ერთდროულად კითხვა რა იყო? ეს იყო სწორედ ამ ვირტუალური საზოგადოების შექმნის მოდელი, რომ აი კულტურის ისეთი მატარებელი ბირთვი ჯგუფი იჯდა თბილისში, აი ამ ილიას და ილიას დის სახლში, აი ვორონცოვის მოედანზე იმ დროინდელზე რომ ახლა რომ მუზეუმია, იქ სადაც იმართებოდა ილიას ხუთშაბათობა, იქ ისხდნენ და თანხმდებოდნენ იმ იდეებზე, ღირებულებებზე, ფასეულობებზე, რაც მერე უნდა გაევრცელებინან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხო? და წარმოიდგინეთ, რომ აი ჩვენ რო გვიკვირს ახლა რომ აი რაღაცა ცრუ ინფორმაციები როგორ ვრცელდება, ჩემი თანამშრომელი ამბობდა, რომ მე რომ მივდიოდი გორში და ჩავრთე ის რადიო და რადიოში რომ ინფორმაცია გადმოსცეს, იმას მერე უკვე გორის ბაზარში ავრცელებდნენ ის ადამიანებს. წარმოიდგინეთ, ზუსტად ასეთი წარმატებით, ოღონდ დღეს ეს წარუმატებლობა, იმიტომ რომ ამით წამლავენ საზოგადოებას, ასეთი წარმატებით ავრცელებდნენ ამ ილიას იდეებს აი ამ პატარა ქოხებში, ხო? და მათ სადაც არ იყო ეს ქოხი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის, იქ სწორედ მეპურებს, მეთუნუქებს უბრალო ხალხს, რომელსაც არანაირი თავშეყრის ადგილი არ ქონდა, თვითონ ასო და ჩაარჭობდა იმ 4 ბოძს, კარავს და არქმევდა და იქ იკრიბებოდა, ხო? ასე შეიქმნა ის ვირტუალური საქართველოს მოდელი, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ამისი ადგილი არ არსებობდა. და წარმოიდგინეთ, რომ აი ასე საქართველოში შეიქმნა 654 სკოლა. და ჩვენ დღეს არ აქვს საშუალება რომ ნახოთ ეს, მაგრამ მე გთხოვთ რომ სახში რომ მიხვალ, აი ნახეთ აი society.iliauni.edu.g ეს არის ქართულსა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა და ნახეთ იქ დაწესებულებები, როგორ არის მთელი საქართველოს მასშტაბით. ხო? ილიამ თავზე დაადგა და აშენა ახალი საქართველო, რომლის ადმინისტრაციული ერთეულები თვითონ მონიშნა. ეს იყო იმდროინდელი სამოქალაქო საზოგადოება და როგორც დღეს მაშინაც ისე დასდევდნენ და დასცინოდნენ ამას, რომ ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი. კი, მართლა ასე იყო, ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი ქმნიდა იმ ახალი საქართველოს რუკას. ქმნიდა რეალური ადამიანებით, რეალური ორგანიზაციებით, ეს იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციები და რეალური იდეებით. ხო? ეს იდეები თბილისში იქნებოდა იმ კულტურის მატარებელი ბირთვი ჯგუფის მიერ და ვრცელდებოდა მთელ საქართველოში. სხვათა შორის დისკუსიაა ერთხელ ამ ივერიაში, რომ ილია პრინციპულად ითხოვს ამას, რომ ყველაზე შორ სამეგრელო სოფელში ფოთით რომ ჩაიტანენ მატარებლით და კახეთის ბუშეთში ერთ-ერთ სოფელში ერთდროულად ჩაიტანონ ეს ივერია. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ასე იქნება ის ერთიანი იდეების ირგვლივ შემოკრებული ქვეყანა. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმ ილიას ივერიას ერთდროულად კითხულობენ ის მთელი საზოგადოება და ასე იქნება. ეხლა რა იყო ის მასტიმულირებელი, რამაც შექმნა ეს ილიასეული განათლების რეფორმა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ეს იყო რაღაცნაირად პასუხი იმ დამანგრებელ პოლიტიკაზე, რაც მაშინ აი ამ რუსულმა იმპერიამ შემოიტანა საქართველოში. 1859 წელს და მე უკვე 13-ში ეს ოფიციალურ საზოგადოებად გავრცელდა, შეიქმნა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოება. რომლის მმართველ საბჭოს ორი ადამიანი განაგებდა, ერთი მეფისნაცვალი და ეგზარხოსი და ბარეწინსკი, რომელიც იყო პირველი, ესე იგი, დამფუძნებელი ამ საზოგადოებისა, წერდა ამ საზოგადოების წესდებაში, რომ მართლმადიდებლობა რუსეთის მთავარი ინსტრუმენტია და მის გავრცელებაზე იმპერიაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ იმპერიის ბედი, რასაც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ამისთვის, მას მთელი რუსეთი განახორციელებს. ამით, ნახეთ, მთელ კავკასიაში ეს იმპერია რას გვეუბნებოდა, რომ აქ რო ერთი იასაულია და ერთი ბოქაულია, ეს კი არ არის ჩემი, ასე ვთქვათ, ეს მხოლოდ სიმბოლოა. სინამდვილეში აქ მთელი რუსეთია.
და მე განვაგებ ამიტომ ამას მთლიანად. ამ საზოგადოებამ 1878 წლამდე, სანამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეიქმნა, საქართველოში გახსნა 240 რუსული სკოლა და 1000-ზე მეტი ეკლესია აღადგინა, სადაც რუსულად იყო წერვა-ლოცვა და რუსულად იყო სწავლებაც, ხო? ნახეთ, ამასო ვახტანგ თათულაშვილი იგონებს, რომ ამას ჩვენ ხედავდით, რომ ამას არ ექნებოდა მარტივი შედეგი, მაგრამ ვერაფერს ვერ უპირისპირებდით, იმიტომ რომ არ არსებობდა რუსეთის იმპერიაში არანაირი კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა ამათ, რომ შეექმნათ სკოლები. ხო? და პირველად შევიკრიბენით ხოვლეში, ხოვლე ივანე ჯავახიშვილის სოფელია, აქვე ძალიან ახლოს, მარიამ მამაცაშვილი ჯავახიშვილის სახლში, ეს მარიამის მზითები იყო და მან დაუთმო პირველი სკოლისთვის ეს თავისი მზითები სკოლას და გავხსენით სამკლასიანი სკოლა, მაგრამ ვეღარ გავაგრძელეთ, იმიტომ რომ არ იყო უფლება ქართულენოვანი სასწავლებლის გახსნისა და ისევ დავიშალენით. რუსეთის იმპერიაში შემოდის კანონი წერა-კითხვის უცოდინრობასთან ბრძოლისა, რომ აი ამ წერა-კითხვის უსოდინრობას რო ებრძოლონ, ამ მიზნით ნებადართულია გაიხსნას ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელიც არ არის სამთავრობო ორგანიზაციები, აი თანამედროვე არასამთავრობო ორგანიზაციები, რასაც ქვია დაახლოებით იმ ტიპის, ამიტომ რომ ამ სკოლებს და ბიბლიოთეკებს ოფიციალური სტატუსი კი არ ქონდა, სახელმწიფოებრივი სტატუსი. ის იყო ისეთი არასამთავრობო, არაოფიციალური ორგანიზაციები, ხო? და შევიკრიბენით 1878 წელს 15 მაისს დამფუძნებელი ჯგუფი შეიკრიბა და 1879 წელს პირველი დამფუძნებელი საბჭო გაიმართა და შემდეგ გავრცელდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ეხლა ამს ვერ ნახავთ საკითხს, რომელზეც ეს საზოგადოება მუშაობს და არ იყოს მართლა აი სასწაულებრივი ეფექტისა, ხო? ყველაფერი ასეთია, მაგრამ აი ჩემთვის ყველაზე ძლიერი არის, იცით რა, რომ წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც საერთოდ არ აქვს დამოუკიდებლობა, ქვეყანა, რომელშიც არასამთავრობო, არაოფიციალური ორგანიზაციები მოქმედებენ, ამკვედრებს მთავარ ეროვნულ იდეას და განათლების იდეა იქცევა მთავარ ეროვნულ იდეად. ხო? არის ფიქრობთ, რომ ამაში აი ესეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ყველაზე მნიშვნელოვანმა მაშინდელმა აი ამ ინტელექტუალურმა და განსაკუთრებით ეკონომიკურმა ელიტამ, ხო? და სარაჯიშვილებმა, რომელმაც მართლა უზარმაზარი თანხები გაიღეს, ან აკაკი ხოშტარიამ, ან რომელიმე მდიდარმა, რომელმაც საოცარი მართლა ეს მოქალაქეობრივი ხედვა აჩვენა, ხო? არა, თავარი ამაში იყო ის, რომ განათლება იქცა საყოველთაო იდეად. თავარი და წამყვანი მართლა ის კი არ იყო, რომ აი სარაჯიშვილმა ესე თავიანთ ჩაყოლებაზე მთელი სოფლების სკოლებად აქციეს და ბიბლიოთეკებად. თავარი გახლდათ ის, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟი პარასკევა ბოძაშვილი, რომელიც ჩამოდიოდა თუშეთიდან, ახმეტიდან თელავის ბაზარში და ყიდდა წყვილ წინდებს თავისი ობოლიშვილებისთვის, ის უგზავნიდა ყოველი ბაზრობის შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ივერიას უпроსტორად წერილს, რომ გთხოვთ, აი ამ ჩემი ნამაჭრიდან ერთი წყვილი წინდის საფასური შეეწიროს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ხო? კომბოსტოს მთელი ურემი, რომელიც მოაქვს გლეხს, რომ გაყიდოს კასპიდან და მიდის ივერიაში და ეუბნება, რომ მინდა რომ აი ამას დღეს რომ გავყიდი, ეს მთლიანად შევწირო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. და ჩემი უსახელო ყველაზე საყვარელი პერსონაჟი საგარეჯოელი დედაკაცი, რომელიც ასე წერს, რომ მე ერთი უსწავლელი საგარეჯოელი დედაკაცი ვარ და მინდა რომ ჩემი პენსიიდან ზოგან არის რომ 5 შაური და ან უფრო ცოტა მეტი ყოველწლიურად კახეთიდან ევროპაში სასწავლებლად გაგზავნილი მოწაფეებისთვის იყო, ხო? რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების იდეა მარტო ილიას და მიწისმოწაფეების წერა-კითხვით გამავრცელებელი საზოგადოების წევრების იდეა კი არ არის. ეს არის საყოველთაო იდეა, რომელიც აი მართლა ყველას ერთნაირად მოედო. იმ საგარეჯოელი უშვილძირო დედაკაციდან დაწყებული ილია ჭავჭავაძის ჯგუფის ჩათვლით, ხო? და როცა ჩვენ ფიქრობთ იმაზე, რომ აი როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ძალიან სწრაფი ცვლილებების საზოგადოებაში, სადაც მათ შორის განათლების იდეაც იცვლება, ის რაც უნივერსიტეტი იყო 10 წლის წინ, დღეს აღარ არის, ხო? თუ კი განათლებაზე რაღაცნაირად სრული ლეგიტიმაცია ქონდა აი ამ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს წიგნებს, დღეს ეს აღარ არის, ხო? განათლება ბევრად უფრო დემოკრატიული გახდა და თქვენ შეგიძლიათ ეს მიიღოთ სხვადასხვა არაფორმალური გზებით, მათ შორის ტექნოლოგიური საშუალებებით და როცა დღეს ჩვენ ფიქრობთ, რომ რა უნდა იყოს მთავარი იდეა, რაც გაგვაერთიანებს და რაც მთავარია, რაც მოგცემს იმ ძალას, რამაც აი მართლაც იმ მე-19 საუკუნეში ორი იმპერიული ჭაობია მოაშრო და თანამედროვე საქართველო მოქცა. არის სწორედ ამ გამაერთიანებელი იდეის პოვნა. ხომ არ უნდა იყოს თანამედროვე საქართველოში ეს გამაერთიანებელი იდეა ისევ და ისევ განათლების იდეა. ხო? ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი ყველაფერი რაც გვჭირს როცა ვიღაცები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ გაუაზრებლად, ეს იმის ბრალია, რომ გაუნათლებლობის ბრალია. ეს არის ბევრი რაღაცის მათ შორის ჩემი კოლეგების ჩვენ ვერავართ ისეთი კარგი განმანათლებლები, როგორიც იყო ილია და მისი მოწაფეები. ხო, ჩვენ ვერ მოახერხეთ ის, რომ ეს იდეები, რაც ჩვენ ვიცით და სწორად მიგვაჩნია და გონია, რომ ეს მიგვიყავს გამარჯვება და ბოლომდე მივიტანოთ საზოგადოებამდე, ხო? და აი ახლა პირველი აქ რომ მე და გიორგი რომ დავსხედით და თქვენ რო გიყურებდით, ფიქრობდი, რომ აი წარმომიდგენია ხოვლეში როგორ შეიკრიბა მაშინ ის საზოგადოება. მარიამ მამაცაშვილი ჯავახიშვილის სახლში და დაიწყო ფიქრი იმაზე, განათლება, რომელიც მათ იცოდნენ, რომ აუცილებლად გადაარჩენდა იმ იმპერიულ ქვეყანას. როგორ მიეტანათ გაევრცელებინათ დანარჩენ საქართველოში, ხო? და აი, რა ვიცი, ჩემთვის ყველაზე უფრო დიდი იმედის მომცემია ეს თქვენი დაბრწყინებული ფერადი სახეები და ნამდვილად მგონია, კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ კი ჩვენ მოახერხებთ ამას, გიჟდები, ძალიან მომწონს ის თქვენი ინიციატივა ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოებისა, ძალიან მომწონს გიჟდები იმ ახალი დროების თუ თანამედროვე დროების იდეაზე და კი ჩვენ უნდა ვიქცეთ იმ რაღაცა მარიამ მამაცაშვილის შეკრებად, აქვე ახლოს ხოვლეში და ერთხელ აუცილებლად წავიდეთ ხოვლეშიც, რომელიც იქნება აი ამ განათლების როგორც საყოველთაო იდეის მისიონერები მთელ საქართველოში. ეს არ იყო მარტივი გზა. ცხადია, და არც არანაირ ეპოქაში არ არის ეს მარტივი, მაგრამ ილიამ ამისი მარადიული საიდუმლოს გვასწავლა, რომ ახლა სხვა დროა, ფუტკრისგან უნდა ვისწავლოთ დროც შესაფერი შრომაო. ჩვენ, რა ვიცი, ჩემი კოლეგები ნამდვილად ვცდილობთ, არ ვიცი, ეს ხან კარგად გამოგვდის, ხან ნაკლებად გამოგვდის, ოღონდ ეს არ შეიძლება სწორედ აი ესეთი პატარა ჯგუფების გარეშე. პატარა ჯგუფების გარეშე, რომელიც თვითონ მოიტანს ახალ იდეებს, როგორ შეიძლება ეს მივიტანოთ მთელ ქვეყანაში და როგორ ვიქცეთ, რა ვიცი, ახალ განმანათლებლობად 21 საუკუნეში, ხო? ის სტენსილი შემთხვევით არ არის იქ, რომ შემოსასვლელში ჩვენთან აი გაგოშა მართლა არაჩვეულებრივად გააკეთა, კი ილიას საქმეს შევყავართ ჩვენ ყველა ახალ ევროპულ თანამედროვე ცივილურ საზოგადოებაში და ის ვარსკვლავი, რომელიც ილიას უჭირავს, ის მხოლოდ სიმბოლოა. ამ სიმბოლოს ჭირდება ძალიან ძლიერი შინაარსი და ეს შინაარსი უნდა შევქმნათ ყველამ ერთად.
არ იფიქროთ, რომ საზოგადოება ამისთვის არ არის მზად. მე ყოველთვის ღიზიანდები ხოლმე, როცა ამბობენ, რომ აი საზოგადოება არ არის ამისთვის. არა, მზად არის საზოგადოება, მას სჭირდება ოღონდ იმ საერთო იდეის შემკორელი, შემქმნელი და მერე გამავრცელებელი ბირთვი ჯგუფი. ძალიან მიხარია, რომ თქვენი ინიციატივაა, რომ იყოთ ამ ჯგუფის ნაწილი და მერე ისევე როგორც მარიამ ჯავახიშვილი, როცა უკვე საზოგადოება შეიქმნა თავის შვილიშვილებს უყვებოდა, რომ თვითონ იყო მასწავლებელი, პირველი მასწავლებელი. აი გიორგი ლაპარაკებს ამაზე, არ წარმოიდგინოთ, რომ ან მაშინ მე-19 საუკუნეში, ან ახლა რაღაცა ესეთი ჰალსტუხიანი და ესეთი ჩემი ასაკის უფრო დიდი ადამიანები ქმნიან ახალ იდეებს, გამარჯვების იდეებს და გარდაქმნის იდეებს. არა, მე-19 საუკუნეშიც ეს შექმნეს სტუდენტებმა და გიორგი მოგიყვებათ როგორ, აი თქვენნაირმა ახალგაზრდებმა და ახლაც და ყველა დროში, აი სწორედ იმისი განვითარების და საერთო საყოველთაო იდეის მამოძრავებლებიც და შემქმნელებიც არიან ახალგაზრდები. მე ჩემმა კოლეგებმა ჩვენ შეიძლება მოგიყვეთ ამის შესახებ, რა წერია იმ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტებში და როგორ აკეთებდნენ ისინი. რაც შეიძლება თქვენთვის იყოს გზა. სხვა შორის ჩემთვის კიდე აი განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, სულ გიჟდებოდი ამაზე, რომ რაც უფრო მეთოდოლოგიურ ლიტერატურას კითხულობდი, აი როცა ისევ სტუდენტები მუშაობენ ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ ბაზაზე, რაც უფრო ბევრი მეთოდოლოგიურ ლიტერატურას კითხულობდი, მაგალითად აი დასავლეთში, ევროპის ქვეყნებში როგორ იქნებოდა ეს განათლების მისიონირების იდეები და ვინ ავრცელებდნენ ამას. აი მით უფრო მეტ მსგავსებას პოულობდი და გიჟდებოდი, რომ როგორ შეიძლება იყო იმ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ. და აი ჰოროხის ძალიან საინტერესო წიგნია, როგორ მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აი მე-19 საუკუნეში ეროვნული იდეების გავრცელება, ხო? და იქ აღწერილია ზუსტად ის, რაც ჩვენთან ილიამ გააკეთა, რომ შეიქმნა ძირითადი იდეები, რომლის ირგვლივ გაერთიანდა ჯგუფები, ამ ჯგუფებმა შექმნეს სკოლები და ბიბლიოთეკები და მასწავლებლები, რომელთა მეშვეობითაც ეს იდეები ვრცელდებოდა. და სხვა შორის იქ არის ქალთა მოძრაობებზე, მაგალითად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ერთდროულად 1870-იანი წლებიდან აი მიყოლებით 5-6 ერთ რეგიონში გამოჩნდება 5-6 დიდგვაროვანი ქალბატონი, რომელიც თავის მზითებ შესწირებს განათლებას. სულ ფიქრობდი, რომ როგორი უნდა ყოფილიყო ის მე-19 საუკუნის ევროპული საზოგადოება, რომელმაც უცებ გადაწყვიტა, რომ არ უნდა ეს მდიდრული მზითები და უნდა რომ იყოს აი განათლებული საზოგადოების იდეებს შესწიროს ეს და აი კითხულობთ ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტებში და რუკაზეც არის დატანილი 1872 წელს ახალციხეში იქმნება უპოვარ ბავშვთა სასწავლებელი, რომლის დამაარსებელი არის სწორედ ქალბატონი, რომელმაც ქუთაისში სასახლის ქუჩაზე მისი მზითები ორსართულიანი აგურის სახლი ეზოთურთ შესწირა ამ საქმეს. უბრალოდ ბანკში ჩადო, რომ ახალციხეში გაეხსნა მერე სკოლა. და ეს სკოლა იხსნება და მარიამს ეს მზითები ბანკში აქვს ჩადებული და 14 წლის შემდეგ სკოლა ფუნქციონირებს და ივერიაში იბეჭდება განცხადება, რომ ბანკი ყიდის მარიამის ღოღობერიძის ქონებას ქუთაისში ორსართულიან აგურის სახლს თავისი ეზოთურთ, ხო? ასე, ნახეთ, ის რაც მოწინავე ევროპული იდეები იყო და დარწმუნებულია, რომ მარიამს ამას საერთოდ არ ციცოდა ამის შესახებ. ხო? ასე ჩვენ ადამიანთა მოდგმა, თავისუფლების წყურვილი, სიცოცხლის წყურვილი ყველა ადამიანში მთელ სამყაროში ერთნაირად ცოცხლობს. იმიტომ ვართ ჩვენ
მსგავსად და ხატად ღვთისას შექმნილი, ხო? ან ძირითადი იდეა, რითაც ადამიანი ცხოვრობს, რომ აი თავისუფლებისთვის სწრაფვა, ბიბლიაში ასია კონცეპტუალიზებული და იმის მიუხედავად, ვის ჯერა ეს, ან ვის არ ჯერა, ან ვის რელიგიურ წიგნში სხვანაირად წერია, ამაზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთელი კაცობრიობა არის სწორედ აი თავისუფლების წყურვილით, დამოუკიდებლობის წყურვილით, იმ საკუთარი მეს ქონით იმ დიდ კონტექსტში და ამის ჩაწერით მე ამ დიდ კონტექსტში, ხო? და იმის მიუხედავად მარიამს წაკითხული ჰქონდა თუ არა ჩრდილოეთ ევროპაში როგორ გაჩნდა ეს განმანათლებლობის იდეები, ზუსტად იმავე გზით წავიდა თვითონაც და იმავე გზით დაარსა ეს ახალციხის უპოვარ ქალთა სასწავლებელი. ხო? დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი, ისევე როგორც თქვენი, რა ვიცი, მეგობრები, თქვენი ოჯახის წევრები, ახალგაზრდები, აუცილებლად იპოვით საკუთარ თავში ძალას, რომ ახალი მარიამ მამაცაშვილი, ახალი ეკატერინე გაბაშვილი, ახალი კირილე მიმინოშვილი ან ახალი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთი რიგითი წევრები, რომლებიც აიტანენ რაჭაში ღებს იქეთ რო არ იყო მაშინ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იმ პურის ფქვილთან ერთად სწორედ იმ საერთო ეროვნულ იდეას, რასაც ქვია განათლების იდეა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი კურსის ფარგლებში 2-3 სტუდენტი ყოველთვის ამყავს ამ პროექტში სამუშაოდ და დიდი იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტების დაანონსებული რეფორმა ისეთ სახეს არ მიიღებს, რომ ვეღარ შეუძლოთ ამ პროექტების განხორციელება, იმიტომ რომ ეს არის კვლევითი პროექტები, რომელსაც უნივერსიტეტი აფინანსებს და დიდი იმედი მაქვს, რომ მართლაც აი ჩვენ ვიპოვით გზას, როგორ შევქმნათ ახალი დროების გამავრცელებელი საზოგადოება, როგორ ჩამოვაყალიბოთ ეს იდეები და როგორ მივიტანოთ ჯერ როგორ მოვახერხოთ რეფლექსია ამაზე საკუთარ თავში და მე როგორ გავაგრძელოთ, ხო? წყალივით გვჭირდება ეს დღესაც. ყველა მეორე ფრაზა ალბათ რასაც გაიგონებთ არის ის, რომ აი როგორ უნდა გავერთიანდეთ ერთი იდეის ირგვლივ და არ გამოდის ეს ერთი იდეა. გვაქვს ამისი ძალიან ისეთი არაჩვეულებრივი მაგალითი, როცა არათუ დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ ხოლმე სხვა იმპერიის იმაში გამგებლობაში მყოფი ორი გუბერნია იქცა ქვეყანად. ხო, ლოკალურადაც იქცა ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ პარალელური საქართველოს შეიქმნა. ერთის ქვედა ფენა იყო რუსული იმპერიული ფენა, რომელსაც ყავდა ის, ვინც დაგისახელეთ, ხო, იასაულები, ბოქაულები და იმით იმართებოდა და იმ არხებით მიდიოდა ის რუსეთის იმპერიაში და ამით ის აკავშირებდა იმ იმპერიას. ირიამ შექმნა ახალი ცენტრი არარსებულ სივრცეში. ხო? ეს იყო სწორედ ის ბირთვი ჯგუფი, რომელიც ილიას სახლში იკრიბებოდა თბილისში. იკრიბებოდა მისი დის სახლში, იკრიბებოდა იაკობ გოგებაშვილის სახლში და ისინი ოფიციალურად არ არსებობდნენ. ისინი იყვნენ თანამედროვე გაგებით NGO-ები. იმას არ აღიარებდა სახელმწიფო. ოღონდ სახელმწიფომ ნება მისცა, რომ გახსნილიყო ასეთი არა მისი გამგებლობის ქვეშ არსებული ორგანიზაციები. ხო? და ნახეთ, იმ არ არსებულ, აქეთ იყო ის პეტერბურგი და მოსკოვი, საიდანაც ოფიციალური არხებით მოდიოდა ეს იდეები, რითაც იმართებოდა ეს ორი გუბერნია. ილიამ გამოიყენა იმ იმპერიისა მიერვე გახსნილი რკინიგზა და თვითონაც იმ გზით აწვდიდა იბერიას. შექმნა პატარ-პატარა ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით და ის ადგილები აქცია დიდ საგანმანათლებლო კერებად. ხო? რომლის ირგვლივაც შემოკრიბა მთელი ქვეყანა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იპოვის ეს საზოგადოება, აი ასეთ ვირტუალურ, არავირტუალურ სივრცეებს, როგორიც არის თქვენი ინიციატივა თანამედროვე დროება და გაავრცელებს იდეებს, რომლის ირგვლივაც ყველა შემოიკრიბება. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა რომ მე აი თქვენგანაც მოვისმინო კითხვები, იმიტომ რომ ჩვენც უნდა დავიმუხტოთ იმით, რომ როგორ გავაგრძელოთ ის ახალი დროება,
რა იყოს იქ წამყვანი, როგორ მე უნდა ვაღიარო და ჩემმა თაობამ სულ არ იცის თქვენი, უფრო ნაკლებად იცის თქვენი ენა, თქვენი სინტაქსი როგორ მუშაობს, როგორ ვრცელდება ის უფრო იოლად, ხო? ამიტომ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს და თქვენ უნდა დაგვახმაროთ იმაში, რომ თქვენი დისკურსით, მათთვის, თქვენი თანატოლებისთვის გასაგები დისკურსით მიიტანოთ ეს თქვენს მეგობრებამდე, თქვენ შექმნათ ეს შინაარსი და ამაში ნამდვილად ჩვენ შეგვიძლია რომ სიამოვნებით რაღაცნაირად ესე მოგიყვეთ ეს ძველი ამბები, გითხრათ მაშინ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და თქვენ იპოვოთ ახალი გზა, როგორ შევქმნათ ახალი განმანათლებლობა და როგორ მოვიპოვოთ ხელახლა თავისუფლებაც, დამოუკიდებლობაც, ინსტიტუციური ავტონომიაც, აკადემიური თავისუფლებაც და სხვა დანარჩენი ღირებულებები, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებული გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. დღეს იმედი მაქვს, რომ აქ ძალიან ისეთ დიდ ინსპირაციას მიიღებთ, იმიტომ რომ მართლა საოცარი ადგილებია, განსაკუთრებით ლამაზი აქაურობის შემოდგომაზე. ალბათ გინახავთ ის ფოტოები, რომელიც ამ სახლშია გადაღებული. ამ აივანზე. ეს ილიაობები, არაჩვეულებრივი დღესასწაულები და აი წარმოიდგინეთ, რა იყო მაშინ იმ საზოგადოებისთვის აქ შეკრება. ხო? მე რო ვუყურებ ამ სურათებს, აი, არ ვიცი, რაღაცა მიჭირს წარმოდგენა იმ მასშტაბის, რაც შეეძლო ამ ადამიანს და სხვაშორის აი კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუფტი იყო ერთი გერმანელი მეცნიერი, რომელიც საქართველოში მუშაობდა აი ამ ურარტული ეპიგრაფიკის შესწავლაზე, რომელიც ჩვენთან არის სხვაშორის სახელმწიფო მუზეუმში დაცული. ის იყო ბერლინის და გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და ის ილიამ ერთხელ 1898 წელს ილიაობაზე დაპატიჟა აქ საგურამოში. ჩვენ ილიას უნივერსიტეტში აი ლემან-ჰაუფტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ყავს და აი ივას სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია, ასე ვთქვათ, ორმაგი ხარისხის დიპლომი მიიღო პრაქტიკულ ფილოსოფიაში ილიაუნის და მინსტერის უნივერსიტეტის დიპლომი. და წარმოიდგინეთ, ის ლემან-ჰაუფტი, რომელიც აქ იყო და მე აღწერს 1913 წელს უკვე ილიას სიკვდილის შემდეგ გერმანიაში გამოაქვეყნა წიგნი, სადაც აი 22 გვე ფურცელზე აღწერს ამ ილიასთან შეხვედრას და ამბობს, რომ ეს იყო ზღაპარი. აი ამ სისამურას ეძახის წიწამურს, ხო ეს ბერძნული სიტყვაა მართლაც და სისამურას გზაზე რომ მოვდიოდით, მე გაოგნებული დავხდი, არსად არ მინახავს ისეთი რიდი, ისეთი ცოცხალი, როგორ გიხართ, საქმიანი, პრაგმატიშ, ამბობს, აი პრაგმატული დიდებულება, როგორც ეს ილიას შემთხვევაში იყო, მის ფაეტონს ხვდებოდნენ დიდებულები, გლეხები და მას როგორც მანამდვილ მეფეს აღმერთებდნენ და ვერაფრით ვერ წარმომიდგენიაო. როგორ შეიძლებოდა ამავე სისამურას გზაზე მოეკლათ ის. ხო? ერის ქვეყნის თითოეული ადამიანის ცხოვრება არის სწორედ და მისი, რა ვიცი, მუშაობა თითოეული ჩვენგანი რას ვაკეთებთ არის რა, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის წიწამური. ხო? არ მოკვდეს თავისუფლების იდეა, არ მოკვდეს თავარი ეროვნული იდეა და თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში ვიპოვოთ ჯერ ერთი ამისი ძალა, როგორ უნდა შექმნა მუდმივად ის ახალი იდეა და როგორ აიყოლიოს სხვები ამისთვის და როგორ გამოიყენო ამის გზად და ხიდად მართლა ის არაჩვეულებრივი გამოცდილება. მე ამას წინათ უნივერსიტეტში რო გქონდა ჩვენი ილიას თვის გახსნა, იქაც თქვი და აქაც მინდა გავიმეორო და მე გიორგის დაუთმობ. რომ კიდე იცით, აი მართლა ჯადოსნური რა არის ამ ყველაფერში, რომ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც 11 წლის შემდეგ უკვე მოკლულმა ყველაზე მეტი გაიღო პრაგმატულადაც, ფიზიკურადაც, აღარაფერს ვამბობ თავისი საქმით, მან დაარსა თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველო 1918 წელს და გავიმეორებ ამას, რომ 1917 წელს დამფუძნებელ კრებაზე მივიდა მისი დიშვილი კოტე აფხაზი, რომელიც 24 წელს მოკლეს მერე და დამფუძნებელ საბჭოს გადასცა
ილიას ბანკის მთელი ქონება, რომელიც იყო იმ დროს 8 მილიარდი ფრანკი. დაახლოებით იმდენი, რამდენიც 2012 წელს თუ 2011 წელს იყო საქართველოს ბიუჯეტი. ეს იყო, აი რეზო გაბაშვილის არჩეულებრივი წიგნია, ეს აუცილებლად წაიკითხეთ, ეს იყო რესურსი, რომელსაც დაეფუძნა ჩვენი დამოუკიდებლობა. ნახეთ, ადამიანი, რომელიც მოკლეს 11 წლის წინ, ის მოკლული ადამიანი 11 წლის შემდეგ აფუძნებს სახელმწიფოს. კი, სასწაულები ხდება, ამ სასწაულებს ჯადოსნური ჯოხები არ არსებობს, ამას აკეთებს მართლაც განათლება, მეცნიერება, სწავლა, ხო? ის არის დღეს ჯადოსნური ჯოხი. ვერაფერი ვერ შეაჩენებს კლიმატის გლობალური ცვლილება, რომ დაიწყო მყინვარების დნობას. მაგრამ ჩვენ არ მივიღოთ ახალი რაჭა და არ მივიღოთ ახალი და ახალი ტრაგედიები, ამას ერთადერთი რამ სჭირდება. ძალიან ბევრი გლაციოლოგიური ცენტრი, ძალიან ბევრი ლევანტიელიძე, რომელიც ზუსტად გაზომავს, იცის, იმიტომ რომ იმ საერთაშორისო ემაში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრებში და დასავლეთში ისწავლა ეს როგორ აკეთებენ ამას დღეს მსოფლიოში. ზუსტად გაზომავს, რამდენი კუბური მეტრი მოაკლდა იმ მყინვარს და რა ტიპის ტბა შეიძლება იყოს იქ წარმოქმნილი, აი ეს გლაციალური ტბა, ყინულის ტბა, რა სისქის კედლები აქვს მას და როგორ უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, რომ ის ერთხელ არ გადმოსყდეს და არ ჩაგვიტანოს, ხო? ამიტომ არავითარი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს ზღაპრებში რო იყო, არც მითი თვალის ცეცებით არ ჩერდება ისა, ერთადერთი რამით. ეს არის აი, რაც ჩემს ხუთს აწერია და ძალიან მომწონს, რომ სწავლა ცოდნა ღონია იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება, ვერც ჯარი, ვერც მახვილი, ვერც შუბი და ვერც ჯართა სიმაღლე, ხო? არსად არ წასულა ის, რაზეც ილია ამბობდა. დღესაც და ყოველთვის ასე იქნება, თავარი არის ჩვენ მართლა ფუტკრისგან ვისწავლოთ ეს დროც შესაფერი შრომა. ის მათ შორის ის, რასაც რა ვიცი, ჩვენი მეცნიერებები აკეთებენ ლაბორატორიებში და სკოლებში. ამიტომ არის ჩვენთვის სწორედ იმ საუნივერსიტეტო განათლების იდეის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის, რომ ის საუნივერსიტეტო განათლების იდეა შობს მერე იმ საყოველთაო იდეებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენც ესე, ასე ვთქვათ, თქვენი ესეთი გაბწყინებული სახეებით ჩვენც ვიმუხტებით და ახალი აზრები გვებადება, როგორ შეიძლება უკეთესად ვაკეთოთ ის, რომელიც მართლა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ეს ერთი ადამიანი აკეთებდა და მისი საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა და ეხლა მინდა გიორგის თხოვა, გიორგი ჩვენი ახლა უკვე კურსდამთავრებულია, საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსი დაამთავრა და მინდა რომ გიორგი გააკეთოს საუბარი. მადლობა. ჩემი თხრობა მინდა დავიწყო ერთი უცნაური კაცის ისტორიით, რომელიც საერთოდ არ იყო არც თავადაზნაური, არც მაღალი რანგის წარმომადგენელი 19 საუკუნის დასაწყისში და ესეც ძალიან რთულ წელს დაიბადა 1805 წელს, როცა ნაპოლეონის ომები ფაქტობრივად ზარავს მსოფლიოს და ამ კაცის სახელი არის სოლომონ დოდაშვილი. და ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი სტუდენტი, ვინც ისწავლა პეტერბურგში ფილოსოფიის მიმართულებაზე და გახდა მასწავლებელი. და გაგიკვირდება და მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და ჩვენ ვიცით, რომ 19 საუკუნეში მთავარი ქართველი, ვინც იყო შთაგონებული ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიით, იყო ილია ჭავჭავაძე. და ფაქტობრივად ერთმა მასწავლებელმა გამოზარდა მეორე მოსწავლე, რომლის შემოქმედებამაც უბიძგა მესამე ადამიანს დაეწყო წერა, დაეწყო ფიქრი და დაეწყო უკეთეს მომავალზე ზრუნვა. ზოგადად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თუ რამე არის ნაცნობი ყველაზე კარგად და ყველა ფაკულტეტისათვის ეს არის ევროპული იდეების ისტორია, რასაც ვეძახით ასევე ინტელექტუალურ ისტორიას. და თქვენ კარგად იცით, რომ განმანათლებლობის შემდგომ განათლების საყოველთაო იდეა საკმაოდ ისეთი ფუნდამენტური საკითხი იყო 19 საუკუნეში. და ეს იწყება რა თქმა უნდა ევროპის კონტინენტზე და შემდგომ ვრცელდება ევროპის მიღმა. და მეორე ასეთი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ადგილი იყო უნივერსიტეტი, რომელიც იყო მეცნიერების პროგრესისა და დისკუსიის ადგილი.
1917 წლისთვის, როცა რუსეთის იმპერია იშლება, ამ იმპერიაში მდებარეობს და არსებობს 12 უნივერსიტეტი, მაგრამ არც ერთი კავკასიაში. თუმცა ამ რიცხობრივმა მაჩვენებელმა არ უნდა შეგვაშინოს, იმიტომ რომ იყო ხალხი საქართველოს, რომელიც ფიქრობდა და ზრუნავდა იმაზე, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა იმპერია დაიშლებოდა, ყოფილიყო აქ უნივერსიტეტი. და აი ამ ამბავს ჩავატევ ჩემს, ასე ვთქვათ, რამდენიმე სიტყვაში. ყველამ კარგად იცით, რომ თერგდალეულები არის თაობა, რომელიც ერთი იდეის, ერთი ღირებულებისა და ერთი რაღაც იდეის გარშემო იყო კონცენტრირებული. რაც არ უნდა ბეჯითები ყოფილიყვნენ ისინი და რაც არ უნდა მონდომებულები, თუ არა იარსებებდა გლობალური თუ რაღაც საერთო ისეთი ფაქტორები, რომელიც მათ ძალისხმევას გახდა შესაძლებელს, მათ შეიძლება რაღაცები არ გამოსულოდათ. და ერთ-ერთი ასეთი რაც იყო სწორედ უნივერსიტეტი და მეცაც გეტყვით, ეს იყო პეტერბურგის უნივერსიტეტი, რომელიც იყო ავტონომიური და 1860-იან წლებში, როცა სწავლობენ თერგდალეულები რუსეთში, მათი ერთ თაობად, ერთ თანამოაზრეთა ჯგუფად კონცენტრირება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ იმ პერიოდის რუსეთს დაემთხვა უნივერსიტეტის ავტონომიის მოპოვება. ჩვენ ვიცით, რომ 1830-ში თუ 1880-იან წლების რუსეთში უნივერსიტეტები იხურება. იქნება ეს ვარშავის თუ ტალინის თუ ტარტუს უნივერსიტეტები. მაგრამ აი იმ დროს და იმ ადგილას გაჩნდა თაობა, რომელსაც ჰქონდა იმის ალღო, რომ მოხვდნენ ძალიან საინტერესო ადგილას, ძალიან საინტერესო გარემოცვაში და ძალიან საინტერესო რეფორმების პერიოდში. განსხვავებით დღევანდელისაგან. და ეს ადამიანები იწყებენ ფიქრს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული აღორძინების იდეა დაიბადა არათუ დროების რედაქციაში, ან წერა-კითხვის საზოგადოებაში, ან ხოვლეში თუ საგურამოში, არამედ ეს დაიბადა უნივერსიტეტის აუდიტორიებში, დერეფნებში და ეზოებში. და ეს დისკუსიები მიმდინარეობდა როგორც ქართველ, ისე არაქართულ სტუდენტებს შორის პეტერბურგში და მოსკოვში. არის ეგეთი ძალიან საინტერესო ფოტო, სადაც ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე დგას რამდენიმე საინტერესო ადამიანთან ერთად ფოტოში. დამეტესობა მათგანი არიან პოლონელი სტუდენტები. და სიმბოლურია, რომ არარუსი სტუდენტები ერთად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათი ქვეყნის მომავალი და ბედისწერა იმპერიის დედაქალაქიდან, რომელიც მათ აძლევს განათლებას და ეს განათლება აღმოჩნდება იმპერიისთვის უნებლიე მარცხი. როცა ბრუნდებიან თერგდალეულები საქართველოში, მათი საშუალო ასაკი არის, გაგიკვირდებათ 25 წელი დაახლოებით. ანუ ძალიან ახალგაზრდები არიან. და ერთ-ერთი პირველი იდეა რაც აქვთ მათ არის საქართველოს, ასე ვთქვათ, გაერთიანების იდეა, თუმცა ეს გაერთიანება ვერ ხდება ვერც ფიზიკურად და ვერც პოლიტიკურად, იმიტომ რომ დაქუცმაცებული და დანაწევრებული არის. ამიტომ ჩვენ რო საქართველოს გავაერთიანოთ, გვჭირდება რაღაც ისეთი, რაც გაგვაგებინებს საქართველოს აღქმას და გაგვიადვილებს ამ ერის წარმოსახვას. და აი ეს თაობა საქართველოს მოამბის დროებისა და იბერიის ფურცლებზე იწყებს საქართველოს გაერთიანებას სტატიების კვალდაკვალ. ჯერ იბეჭდება სტატიები აღმოსავლეთ საქართველოზე, შემდგომში დასავლეთ საქართველოზე, ბოლოს უკვე აჭარაზე, მთაზე და აფხაზეთზე. ამით რის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სრულიად ახალგაზრდები და რომელთაც ძალიან კარგი ლინგვისტი და ანთროპოლოგიას პოლ მენინგის დახასიათებით შეუძლია უწოდოთ უცხოები უცხო მხარეში. ისინი იყვნენ გარიყულები თავადაზნაურობისაგან, იყვნენ ახალი თაობა და სრულიად უცხოები იყვნენ იმ ხალხისათვის, ვისთვისაც ისინი ქმნიდნენ თავიანთ იდეებსა თუ შინაარსებს. და მაინც მოხდა ისე, რომ ამ ხალხმა დაიმკვიდრა თავი ქართულ პანთეონში, კოლექტურ მეხსიერებაში და მეტიც, ანუ მათი სახეები და მათი წარმოსახვა ჩვენთვის უფრო არის რაღაც ეს დასრულობის სახეები, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტების, რომლებიც ასე ვთქვათ, მსჯელობენ, ფიქრობენ და დისკუსიაში არიან ერთმანეთთან. ბოდიში. და მას შემდეგ რაც დროება არსდება, ხვდებიან, რომ გაზეთს ყველა ვერ წაიკითხავს, ამიტომ საჭირო არის წერა-კითხვის მასობრივი სწავლება. და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ დავინახოთ თერგდალეულების მოღვაწეობა გლობალურ კონტექსტში. ამ პერიოდში არსდება მაგალითად ახალგაზრდა თურქების, ახალგაზრდა იტალიელების, ახალგაზრდა გერმანელების, ახალგაზრდა ჩეხების, ახალგაზრდა ესტონელების, ახალგაზრდა ვიეტნამელების და ახალგაზრდა ინდოელების, ასე ვთქვათ, ჯგუფები. და ყველანი ესენი არიან პეტერბურგში, ბერლინში, პარიზში, ლონდონში ნასწავლი ხალხი, რომელიც მარტივად რო ვთქვათ, ერთი თაობისა და ერთი ბედისწერის ხალხი არის.
და ისინიც თავიანთ სამშობლოებში ქმნიან ამ წერა-კითხვის ადგილობრივ ფილიალებს, იქნება ეს პრაღაში ჩეხური ენის გამავრცელებელი საზოგადოება, თუ საქართველოში ქართულ და შუა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. და შემდგომ უკვე ისინი იწყებენ სხვადასხვა კუთხეებში, ასე ვთქვათ, სკოლების გახსნას. და აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ყველამ კარგად იცით, რომ 1877-78 წლების შემდგომ რუსეთის იმპერიამ შემოიერთა აჭარის ტერიტორია, სადაც ცხოვრობდნენ მუსლიმი ქართველები. და ხშირი იყო რუსეთის იმპერიის მხრიდან კავკასიელი ხალხების დამაკნილებლად მოხსენიება, რასაც ნუ ვეძახით ასევე კავკასიურ ორიენტალიზმს, ან რუსულ ორიენტალიზმს რუსეთის იმპერიის მიერ წაქეზებულს. და აი ამ მუსლიმ ქართულ სტუდენტებს თურქები ეძახიან გურჯებს, ხოლო ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერიის მოხელეები ეძახიან თათრებს, რაც აულა დამაკნინებელი იყოს, აი ამ სიტყვას იყენებენ და ეს მოსწავლეები ბედის გამოისობით და თერგდალეულებისა და წერა-კითხვის საზოგადოების დახმარებით აღმოჩნდებიან ქართულ სკოლებში და სწავლობენ ქართულად წერა-კითხვას. და ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც აწუხებს ეს ორმაგი იდენტობის საკითხი, რომ არის ქართველი, მაგრამ მუსლიმი, მაგრამ ეძახიან გურჯს ან თურქს, ძალიან შეწუხებულია. წარმოიდგინეთ მოზარდი, რომელსაც ყველა უცნაურად უყურებს. და მისი მასწავლებელი წერა-კითხვის საზოგადოების, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ამ ბიჭს წაიყვანს სპექტაკლზე, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ისტორიის ეპიზოდები და სცენები ქალაქ ბათუმში. ეს ბავშვი ამ სპექტაკლს მერე აღმოაჩენს, რომ ის არც გურჯია, არც თათარი და ეს არის ქართველი მუსლიმი. ამ ბავშვის სახელი იყო ჰაიდბერგ აბაშიძე და ამ ადამიანმა 1919 წელს, ასე ვთქვათ, მიიღო მონაწილეობა პირველი ქართული პარლამენტის გახსნაში. ასე რომ არა კარგი მასწავლებლები, კარგი მოსწავლეები, ისინი ვერ გახდებოდნენ, ასე ვთქვათ, ისინი, ვისაც ეყრდნობა თანამედროვე ქართული სეკულარული კულტურა. არის ეგეთი ძალიან საინტერესო ადამიანი, თედო სახოკია, რომელიც ახლა შეიძლება გსმენიათ და ამ ადამიანს აქვს წიგნი, რომელსაც ქვია ჩემი საუკუნის ადამიანები. აი, დღევანდელი სტანდარტით თედო სახოკია არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს აი, ინსტაგრამზე ან ტიკტოკზე უამრავი გამომწერი და იცნობს ყველას. ანუ წარმოიდგინეთ, მთელ საქართველოს საზოგადოებას იცნობს თედო სახოკია. და რომ გადაშალოთ მისი წიგნის საარჩევი და ჩახედოთ სახელებსა და გვარებს, აღმოაჩენთ ხალხს, რომელიც აი ვერც კი დაიჯერებთ, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული იყო და ერთმანეთს იცნობდა. იქნება ეს ილია ჭავჭავაძე თუ მაგალითად ალექსანდრე ყიფშიძე, იქნება ეს მაგალითად მარჯორი ვორდროპი თუ ეკატერინე გაბაშვილი, რაფაელ ერისთავი და ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ლასკეშვილი და პირობითად მიხეილ თამარაშვილი. და ამ ერთმა თაობამ შეძლო პრინციპში, რომ მთელი საქართველო დაექსელათ. და მათი საშუალო ასაკი ამ დროს არის 35 წელიწადი. ანუ ხვდებით, ან გუშინ წინ დაამთავრეს ფაქტობრივად სადოქტორო თუ სამაგისტრო კურსები და უძღვებიან თანამედროვე საქართველოს ფორმირებას. და აი ამ სამეგობრო წრეში აღმოჩნდა ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ მასწავლებლები და ორივემ ძალიან ახალგაზრდებმა მოკიდეს ხელი მასწავლებლობას და ორივე მათგანმა აი დადებითი კუთხით რო ვთქვათ, საბედისწერო როლი ითამაშა თანამედროვე საქართველოს ფორმირებაში. პირველი იყო სემინარის მასწავლებელი ნიკო ხვედაძე, რომელიც იყო იაკობ გოგებაშვილის მეგობარი და ესე ცოტა ხუმრობით თუ ვიტყვით, ორივეს ერთად გამოუცხადეს სემინარიაში, რომ ბიჭებო, კარგად იყავით ახლა თქვენ, ვერ დაგტოვებთ აქ, იმიტომ რომ თქვენ სტუდენტებში, სემინარიელებში აღვიძებთ ქართულ ეროვნულ სულისკვეთებას და როგორც იტყვიან, ხელი დაუქნიეს და გაისტუმრეს სემინარიის კედლებიდან. ერთმა იცით რომ დედაენა შექმნა, ხოლო მეორემ დაიწყო პირველი, ასე ვთქვათ, ესეთი დამოუკიდებელი სათავდაცნაურო სკოლის მშენებლობის, ასე ვთქვათ, პროექტი, რომელსაც ამბობდა, რომ ცოტა ისე ავაშენოთ, რომ თუ რაღაცაო, უცებ გადავაკეთოთ ერთ რაღაც საინტერესო დაწესებულებადო. და ეს ადამიანი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ნიკო ხვედაძე, რომელიც ერთ დროს იყო გამოძევებული მის მეგობართან, იაკობ გოგებაშვილთან ერთად, შერისხული, რეპრესირებული, მაგრამ დიდი შრომის მოყარეობისა და სამშობლოს სიყვარულის ხარჯზე ფაქტობრივად შეძლეს, რომ ერთმა შექმნა ყველაზე დიდი ქსელი, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელოების შექმნისა და ასე ვთქვათ, წერის, ხოლო მეორემ უნივერსიტეტი. მათი თაობის ადამიანი იყო
მეორე სემინარიელი, ასე ვთქვათ, რომელიც ამ პერიოდში გამოდის, ასე ვთქვათ, მასწავლებლობის ასპარეზზე და მას ქვია ისტორია რამიშვილი. ის ასწავლიდა ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში და შემდგომ უკვე გახდა მასწავლებელი დასავლეთ საქართველოში და მისი ერთ-ერთი მოსწავლე ასევე საბედისწერო და განსაკუთრებულ როლს ითამაშებს 1918 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. და ეს არის ნოე რამიშვილი და დააკვირდით წელს 1918 წელს ერთმა თაობამ, ერთ მასწავლებლებს, ერთმა ჯგუფმა დიდი შრომისა და რაღაც ერთ თავდადების ერთგულების ხარჯზე შექმნა უნივერსიტეტი და გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. მეორე თაობამ ფაქტობრივად მეორე ჯგუფმა შექმნა რესპუბლიკა, რომლებიც იყვნენ კარგი მასწავლებლების, კარგი მოსწავლეები და შუაში არის საზოგადოება, რომელიც არის არათუ საერო, არამედ სასულიერო და არიან ორივე თაობის კლასელები, მეგობრები და კურსელები. და ამ ხალხმა 1811 წელს გაუქმებული ავტოკეფალია აღადგინა და ქართულ ეკლესიამ დაებრუნა ავტოკეფალია. ანუ რო შევაჯამოთ მარტივად 19 საუკუნის საქართველოს რო ვუყურებთ ჩვენ წმუნდებით იმაში რომ ეს ისტორია სხვა არაფერია თუ არა აუდიტორიებში, სემინარის კედლებში, სკოლებში, გაკვეთილებს შორის, მუზეუმის ეზოებში, მუზეუმებს მიღმა, ქალაქის ქუჩებში, ქალაქის პარკებში, წიგნის მაღაზიებს მიღმა, უქმე დღეებზე მიდიან დისკუსიები, რომელმაც მოიტანა საბოლოო ჯამში ჯერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, შემდგომ პირველი ქართული უნივერსიტეტი და პირველი, ასე ვთქვათ, ქართული რესპუბლიკა. და ამ პირველების წყებაში აღმოჩნდა ისე, რომ 1920 წელს პირველი ქართული დისერტაციაც დაიცვა აკაკი შაინძემ, რომელსაც ყველა ვიცნობთ, ყველა პატივს ვცემთ და ყველას ქონია მასთან გადაკვეთა ბავშვობაში, როგორც ჩვენი გრამატიკის პირველ, ასე ვთქვათ, გზამკვლევთან. და ეს ისტორია გვეუბნება მხოლოდ ერთ რამეს და ამით დავამთავრებ, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს არ ვიცნობდეთ, მაგრამ აღმოჩნდა ისე დღევანდელობაში, რომ ვართ ერთი საუკუნის, ერთი ბედისწერისა და ერთი უნივერსიტეტის ადამიანები. და შესაბამისად, ჩვენთვის უფრო მარტივი უნდა იყოს ერთობლივად ძალისხმევით ფიქრი უკეთეს საქართველოზე, რადგანაც ხან უნივერსიტეტში ვართ, ხან აუდიტორიაში, ხან უნივერსიტეტის ეზოში და ხანც მუზეუმში. ასე რომ გისურვებთ და ჩემთვისაც ვუსურვებ თქვენთან ერთად, რომ დისკუსიების აზრთა გაცვლა გამოსვლა და შინაარსობრივი დებატების დრო სულ იყოს და ეს დებატები იყოს მიმართული ყოველთვის პროგრესისაკენ და რაც მთავარია ჩვენი განათლების დაცვისაკენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გიორგი. მართლა ძალიან გამეხარდა ჩვენ რომ შევთანხმდით დაახლოებით რაზე უნდა გვესაუბრა. მე რითაც დავიწყე რომ ამ მუზეუმსა და ილიაუნის შორის მანძილი რაც არის, ხო? ეს კრავს რაღაცნაირად ამ მემკვიდრეობითობას, ხო? იდეების მემკვიდრეობითობას, თაობებს შორის უწყვეტ მემკვიდრეობით კავშირს, რაც გიორგი მახსენა, მოსწავლის, სხვა შორის სოლომონ დოდაშვილის იუბილეა ახლა სწორედ. და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა რა არის დღეს, რომ როგორ ვაგრძელებთ იმას. იმ ხას ის მემკვიდრეობითობა რა შეიკრა. როგორ ვაგრძელებთ, რა ახალი შინაარსით ვავსებთ. ხო? სხვა შორის აი ილიას უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ქაბატონი მზექალა შანიძის, აი ბატონი აკაკი შანიძის ამბავი ახსენა გიორგიმ, ქაბატონი მზექალა შანიძის ინტერვიუ, სადაც ის მამის აკაკი შანიძის ჩანაწერებიდან ყვება იმის შესახებ, როგორ მზადდებოდა 30-იან წლებში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა ადამიანების გამოყენა უნივერსიტეტებიდან და წარმოიდგინეთ, რომ 30-იანი წლები, როცა საშიშროება პირდაპირ ფიზიკურ არსებობაზე გადის, ხო? როცა რა ვიცი, უცხო ქვეყნის აგენტის და არაერთი სხვა იარლიყის გამო ადამიანებს პირდაპირ ხვრეტენ. წარმოგიდგენიათ, აი ბატონი აკაკი მე მასწავლიდა და სამსახურში, ანუ ის ლაბორატორიასაც მე მუშაობდი, მისი ხელმძღვანელობით არსებობდა მის სიკვდილამდე და
რომ დავფიქრდები იმაზე, რომ რა ადამიანური ძალა უნდა იყოს ის, რომელიც გათქმევინებს უარს იმ უსასტიკესი რეჟიმისთვის, ხო? მას დაავალეს, აი ქალბატონი ზექალა ყვება ამ ვიდეოში, რომ მას დაავალეს, რომ მიხეილ ზანდუკალი, რომელიც სხვათა შორის აი პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა, მას დაავალეს, რომ პირდაპირ მოთხოვნა იყო ის, რომ აი ხო ამბობენ მასზე, რომ ის პლაგიატი და პლაგიატორია და ცუდად იქცევა. მას უნდა დაეწერა დასკვნა ამაზე. და ამ კომისიაში შედიოდა სხვა ფილიპე გოგიჩაიშვილი ასევე და პაატა გუგუშვილი ეკონომისტი. და წარმოიდგინეთ ამ ადამიანების სიმამაცე, ადამიანური სიძლიერე და ის დიდი მეცნიერული ძალის გვერდით, რომ ეს სიმამაცე ათქმევინებს უარს ამ ძალიან სასტიკი რეჟიმისთვის, მან ის არ დაწერა. მართალია მიხეილ ზანდუკელი მაინც გადაასახლეს 11 წელი იყო გადასახლებაში, მაგრამ ისტორიას, დიდ ამბებს, მასაზრდოებელ ამბებს ქმნიან სწორედ ეს პიროვნებები. ადამიანები, ვინც გაბედავს და უარს ეტყვის რაღაცნაირად რეჟიმს ცუდ საქმეებს, ხო? და ჩვენ რო წარმოგვიდგენია, რომ ეს რაღაცა დიდებული ადამიანები, რომლებიც დაფნის გვირგვინით შეამკესბავდნენ და არა, ეს ასე არ ყოფილა, ყოველთვის გადიოდა ეს რაღაცა აი ამ პიროვნული გმირობების ხარჯზე, ამ გზაზე გადიოდა, ხო? გიორგიმ ძალიან კარგად თქვა ის, რაც გვინდოდა დღეს სწორედ შემკვრელი იდეა ყოფილიყო, რომ ყოველთვის დიდი იდეები, გამარჯვების, თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეები იქნებოდა არა რაღაცა ისეთ კარგად კონცეპტუალიზებულ დარბაზებში, არამედ შესვენებებზე, სტუდენტების საუბარში, როგორც აი შიდა ლოკალურ დონეზე, ისევე სწორედ აი ამ პოლონელი და სხვა სტუდენტები რო ახსენა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ დღევანდელი დღისთვის.